რას ემალება? არემალება არავის ბატონო. ან რაში ჭირდება ეს სამართლინო სცენები, რაში ჭირდება? მასხარად იგდებს საზოგადოებას. შუადღემდე კარგად არის, შუადღემდე რამოდან ხდება? აღერმებულია ხალხი, ადამიანები მასლა გეუბნებით რა. მთელი რაიონი მოსახლეობა დაგწინის ჩვენ. მაგას გამგეობას რო დასწინეს და გამგებას რო დასწინეს უკვე გასაგებია, მაგრამ ჩვენც დაგწინეთ. ვინ ნახат, რა ხართ, რას წარმოადგენთ? ადამიანი, რომელიც ყოველ 10 კაცში მასთან მიღებაზე მისული 9 კაცი, ესეთი ამაყი რაღაცნაირი ზედმეტად ესეთი თავდაჯერებული ტონით ეთქვის, რომ ეგ ჩემი პრობლემა არ არის. და პაციენტს როგორ ვესაუბრო მე ასეთ ადამიანს, როგორც გამგებელს. ადამიანს, რომელთანაც შედის 60 წლის ქალბატონი, რომელსაც ფეხი აქვს მოჭრილი და ყავარჯნებით არის შესული მასთან რაღაცაზე სათხოვნელად, სკამზე დაჯდომას არ შესთავაზებს. 15-20 წუთი დააყენებს ფეხზე და მე რა ეთქვის, იცი რა, წადი და ეგეთი პრობლემები სხვას მოახსენე. მე როგორ ვისაუბრო იმაზე, რომ ეს არის სახელმწიფო მოხელე. თქვენ ნახევარია ვითხოვ მე ოფიციალურად ხატა მე არც უნდა ჩამაყენო არც ვთხოვთ მაგას. ერთი წუთი მე ვითხოვ თქვენ ნახევარია შემოვიტანე ლოლაძის მიერ გათავისუფლებული პიროვნებების სია მომაწოდეთ მეთქი და არ მაძლევენ თქვენ ნახევარი. ხო, არ მაძლევენ არავითარ დოკუმენტს. თქვენ გძამეთ რომ რაღაც ზემოდან ვიყურებსო კომის საკრებულოს ლოლაძეო. გავლენიმა ყველა 67 წლიდან, ყველა სამსახურში გამორჩევარი. მე როგორც პირველობა საკრებულოს წევრი კი, როგორც ნიკო ნახუცრიშვილი. მამა ჩემი რო ადგეს ზემოდან იმასთან გადმოახიდეთ და თუ ზემოდან ლოლაძე მიყურებს, მე ვიქნები იმისი პირველი მტერი. დღეს მოსული ვიყავით ჩვენ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მოსასმენად. ეს იყო ჩვენი საკრებულოს წევრები. არავისგან აი გაძლევთ პირობას, კოალიცია გარკვეული ოცნება. რომ ვერავინ, ვერც მაჟორიტარი, ვერც ერთი ფეოდალი ვერ მიიტანს თქვენზე იერიშს. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება, საზოგადოების აზრი გაითვალისწინეთ, იმსჯერეთ საკრებულო, თქვენ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვით წერტილი, ვინც არ უნდა ისხოს, გინდა ხიდაშელი იყოს, გინდა ნუ მიიღებთ მათ რა ქვია, რამე მითითებებს, თქვენ იმოქმედეთ როგორც საგარეჯოს ინტერესებს შეფერდეთ. თქვათ სიმართლე, მაშინ თქვიმეს. ძალიან გთხოვთ ბატონო ილია, არ მიიღოთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ კანონი გაძლევთ ამის საშუალებას, რომ მიიღოთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ ეს საკითხი განვიხილოთ საკრებულოზე. ვიმსჯელოთ, როგორც პირველ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს განჩინებაზე იმსჯელა საკრებულომ, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და საკრებულოს საერთო აზრიდან გამომდინარე, მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. იყო თუ არა მასე ვაფიქსირებ, ეს არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საკითხი. მე დავაყენე ეს პასუხი გარცეთ შეიძლება. და გთხოვეთ კიდე, ძალიან გასაგებია გავიგე ადამიანო და ეხლა პასუხი მოისმინეთ. აგინდა საწინააღმდეგო აზრი. არა, შენ აზრი შეიძლება მოისმინოთ, თქვენ ხო კითხვას ვარ. ერთი თითილია რა. არა, 15 ჯერ გამიმეორე ერთი და იგივე და პასუხი არ გინდა. არა, 15-ში არ ეხლა ვიცი პირველად მე 15 ჯერ დააწერეთ ქაღალდზე სამართლებრივად რა საკითხი უნდა გამეტანა საკრებულოს ხტობაზე. რა უნდა მეთქვა რომ ჩვენ კულტურებზია რომ არ აღვადგინოთ ლოლაძე მეთქი მილიონჯერ გითხარით ეგეთ დააწერეთ ქაღალდზე დააწერეთ და შემოიტანეთ საკითხი. აი ეს არის პასუხი. აი ეს ადამიანები ბოლოს შუაზეა განთავისუფლებულები უკანონოდ რომელიც სასამართლო აი ეს საქმე დაგეწყოთ და არა უაზრო რაღაცით მე ჩემი აზრი მინდა გითხრათ. ამაზე 10 ჯერ დავაყენე. ისაბი გეუბნებით ამას. აი საოცრებაა რა. არა, ისაკმარისი საოცრებაა. საჩოში მიწერია მე რა გადავეყენე. აქ არის ყველაზე მთავარი მომენტი შეცდომა დაშვებული იქნა საზოგადოების მხრიდანაც და პოლიტიკოსების მხრიდანაც და საკრებულოების მხრიდანაც მთლიანად საქართველოში ყველაზე მთავარი პატარა ადამიანებიდან უნდა დაიწყო მოკითხვა პატივისცემა, სკამის მიწონა და ესეთ რამები, ეს ნებისმიერ ადამიანს უნდა გქონდეს. მაგრამ როგორ მოვიდა, რანაირად მოვიდა, ვის ზეწოლით მოვიდა, ეს უკვე თქვენი მთლიან საზოგადოების ასე თქვა ბრალი და დანაშაული. ყველაზე სასაცილო მომენტი იყო კიდე ის, რომ როცა თვითმმართველობის ეგრეთ წოდებული კოდექსი გადიოდა პარლამენტში კომიტეტში, აკეთებდა დავით იქნებო. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი თქვენ ძალიან საპატიო ხალბატონი კითხულობს ასე ძალიან რაღაცას რა. პირველი კითხვა დასვა პარლამენტის წევრმა.
ჩვენი მაჟორიტარების უფლებამოსილების სად არის გაწერილი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. აი აქ სასაცილოა ხო? და ერთი წლის მერე წავაწყდებით კიდე სხვა პრობლემებს ამაზე. პირველი დანაშაული დაიწყო იქიდან, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ჩაერივნენ საკრებულოს ფუნქციონირებაში. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს გრძელდება. თუ გახსოვთ, ასეთი შეკითხვა დაუშვით. არა სამთავრობოებთან ითანამშრომლებით თუ არაო. არა, მაგ საკითხში ვერ ყვევიო და გავერკვევი და მერე გიფასო. აი მისე მერე, კაცო, მაგი გამგებლად იყო ასარჩენ, გეტყვი. არა, სამთავრობოები რა იყო, არ იცოდა, კაცო. კაცო, გომისკი, არ იცოდა. ხალხო, არა, მართლა გასაცხადო ეგეც აი, კიცი რატო არ მოდის? ხვენია, ვერ რა უნდა თქვას, ლობიოა, ბოდიში მომიხდია და ეგრეა რა. მაშინ დეპუტატის პირადი ინიციატივით დადგა ამ კაცის კანდიდატურა კამპანიაში. ჩვენ ვენდეთ ამ პიროვნების ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეს, მის გავლენებს, მის სახელს, მის გამოცდილებას. მე არ მეგულება იდეალური საჯარო მოხელე. ბუნებაში არ არსებობს ისეთი რომ ყველას იდეალები არის. არა იმ დონეზე რაღაცა უკეთეს მე მაგალითად უკეთესი მინდოდა. პირდაპირ გეტყვით. მიიღეთ სულ ყველა მეტად გადაწყვეტილება. არავინ არ უშლის არავინ. არც ლობაძეზე ვარ ჩამოკიდებული და არც არავინ სხვაზე და ვერც ერთი შემაში გეტყვით და ვერც მეორე. ძალიან კარგად რო იცოდეთ და ვერც ვერადროს ვერ შემოშინებიო ძალიან კარგად იცით ვერ. თუ იყო ისეთი მომენტები ლობაძე კი არა 100 მაგაზი ძლიერი იმიტომ ხუთარი ემზადეს რომ 100 მაგაზი ძლიერი ხელისუფლება იყო 100 ჯერ მაგარი მაგაზი და უფრო ძალიან ძლიერი და უფრო სხვა მეტოდით მოქმედებდნენ და როგორ მოხდა თუნდაც თვითონ ხალხის არჩევანი თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრია თუ ერთხელ დაგიძახეთ და საკითხი გაგიხილიათ ეს შესაძლოა არა მომისმინე დაიცა როცა ბრალდება საკანება და მიქით აბა ხონდა მიპასუხოთ თუ რომელიმეს პოლიცაბჭოზე გაგიხილიათ ეს საკითხი თუ მიგიმართიათ თქვენი ხელმძღვანელობისთვის და რა გითხრათ იმ ხელმძღვანელობა პარტიულ ხელმძღვანელობას მაგლაპარაკი მე როდის ნაღვიდა რომ დავენსკავსო ცენტრიდან კი არ ვიყარნახო. ხო, და საგარეჯო საქმე გადავწყვიტოთ ცენტრის გარეშე.